საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი რადიო 24-ის ეთერში. ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი, ახალ ამბებს გიორგი ლაღიძე გაგაცნობთ. ლუკის გარეშე ან დაზიანებული ლუკის მქონე საკონტროლო სალარო აპარატით საქმიანობა დასჯადი ხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის. კანონპროექტით გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო აპარატის საგადასახადო ორგანოს ლუკის გარეშე ან დაზიანებული ლუკით საქმიანობა თუ საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ლუკის მოხსნა 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინა. ივერია ინტერმედია საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ივერია ინტერმედია საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული საბავშვო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა საქართველოს, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 16 საათი. საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 15 ნოემბერს 16 საათზე გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება. მაუწყებლობის დაწყების ვადა კი ივერია ინტერმედიას საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება. ტელერადიო კომპანია TV7 საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ტელერადიო კომპანია TV7 საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ითხოვს, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათი. საკითხის ზეპირი მოსმენა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 15 ნოემბერს 16 საათზე გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება. მაუწყებლობის დაწყების ვადა კი ტელერადიო კომპანია TV7 საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება. ITDC საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ITDC საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა საქართველოს, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათი. გამოშვებას დღის სხვა ამბებით განვაგრძობთ. ტელეკომპანიები მაესტრო და კავკასია მზადარიან ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმონ. როგორც ტელეკომპანია მაესტროს განცხადებაში ენათქვამი ფორმატი, რომელსაც ეს ორი ტელეკომპანია ერთობლივად სთავაზობს ბიზნესმენს, განსხვავებული და ფართოა. მათი ცნობით პირდაპირ ეთერში მონაწილეობა უნდა მიიღოს ბევრმა ჟურნალისტმა, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენის გამოჩენით. ამ პირდაპირ ეთერის ნახვა მაყურებელს შეიძლება როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. აგრეთვე ორივე ტელეკომპანია მზადაა ამ ღონისძიებაში ჩართოს ყველა სხვა დაინტერესებული მედია საშუალება, რადიოები და ინტერნეტ მაუწყებლები. ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში ორივე ტელეკომპანია მზად არის უმოკლეს დროში მოამზადოს ყველაფერი საკუთარი შეთავაზების განსახორციელებლად. ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის უკანასკნელ შეთავაზებაზე ხვალ გახდება ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე სტუდიაში მოვიდეს თავად ბიძინა ივანიშვილი და არა რომელიმე მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ივანიშვილთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს მაუწყებლის სტუდიიდან. ამ წინადადებაზე ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან ველოდებით პასუხს. ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ტრიპოლსკიმ კი ინტერპრეს ნიუს განუცხადა, რომ საკითხზე მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო კონფერენცია ფორუმ 2000-ის ფარგლებში გამართულ სესიაზე თემით დემოკრატია და კანონის უზენაესობა სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ვრცლად იზაუბრა ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ საკანონმდებლო და ეკონომიკურ რეფორმებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ასევე კორუფციის დაძლევასა და საქართველოს გამოცდილების გაზიარების საშუალებებზე. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სრული ევროპული ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაღაში ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. სააკაშვილმა პრაღაში ვაცლავ ჰაველის მიერ დაარსებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ჯილდოს სიმბოლური დატვირთვა აქვს და დემოკრატიულ ღირებულებებს ტოტალიტარიზმი ვერასდროს დაამარცხებს. თითოეული ჩვენგანი, ვინც აფასებს თავისუფლებას, მუდმივად სიახლეებისკენ, რაღაც განსხვავებულისკენ მიისწრაფვის. ჩვენ გარკვეულწილად ვაცლავ ჰაველის შვილები ვართ, მათთვის ვინც რკინის ფარდის მეორე მხარეს დაიბადა, გაიზარდა და ოცნებობდა დემოკრატიაზე, პროდემოკრატიულ
ფენობაზე ან რეფორმატორ ლიდერებზე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაცლავ ჰაველის სახელი ყოველთვის რეზონანსული იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევა ისტორიის დასასრული არ ყოფილა. პირიქით ის ჩვენთვის ისტორიის დასაწყისი იყო. ბატონი ვაცლავ ჰაველი და თქვენ არის ხალხის დამსახურება, რომ ჩვენ შევძელით გაყინული მუზეუმიდან თავის დაღწევა, სადაც მხოლოდ ვარსებობდით და გადაჩენაზე ვფიქრობდით. გადაჩენაზე, რადგან ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ცივი ომის შემდეგ არსებობდა ორი გზა. ერთი იყო ტოლერანტობა და ლიბერალ-დემოკრატიული გზა, მეორე ულტრანაციონალიზმი და კორუფციული ავტორიტარიზმი. ერთის მხრივ იყო გზა სლობოდან მილოშევიჩის და მეორეს მხრივ ვაცლავ ჰაველის განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ვაცლავ ჰაველმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას მოახერხებს და ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანისთვის ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს ძირითადად პრორუსული ორიენტაციის ძალები მიესალმებიან. ზოგადად თუ ყურადღებას მივაქცევთ, რა პოლიტიკური ძალები მიესალმნენ, მას ვნახავთ, რომ ეს ძირითადად პრორუსული ორიენტაციის ძალებია, განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ზოგადად კი მიხეილ მაჭავარიანისთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები სრულიად გაუგებარია და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა ამას ეთერი დაუთმოს. გამოშვებას მსოფლიო ამბებით განვაგრძელთ. თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში სტიქია მძინვარებს თურქული მედიის ცნობით ქალაქში ძლიერი წვიმა რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ანტალიის უამრავი ქუჩა დაიტბორა, პირველი სართულები მთლიანად წყალში აღმოჩნდა. სტიქიის გამო შეფერხებით მუშაობს ანტალიის აეროპორტი, რამდენიმე ათეული რეისი გადაიდო. თვითმფრინავებს თურქეთის სხვა ქალაქში უწევთ დაჯდომა. მეტეოროლოგები კვლავ ცუდ ამინდს პროგნოზირებენ, მოსალოდნელია შტორმის. ამასთან ცნობილი გახდა, რომ საკურორტო რაიონებისთვის სტიქიას ზარალი არ მიუყენებია. ირანელი მსახიობი მარზიე ბაფამერხი ფილმში ჩემი თეირანი, რომელიც იყიდება შესრულებული როლისთვის ირანის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ბაფამერხმა ავსტრალიურ ფილმში ირანელი ქალის როლი შეასრულა, რომლის უფლებებიც ირღვევა. ტელეგრაფის ცნობით მსახიობს პატიმრობა და 90 როზგი მიუსაჯეს. ბაფამერხის გმირს თეატრში მუშაობას უკრძალავენ და ის თვით რეალიზაციისთვის სხვა გზებს ეძებს. ევროკავშირის ეკონომიკურ კატასტროფამდე რამდენიმე კვირა აშორებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ და საფრანგეთმა უთანხმოება მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოაგვარონ და წლის ბოლომდე გადადგან აუცილებელი 5 ნაბიჯი ევროზონაში მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, დევიდ კემერონი გამოვიდა ინიციატივით გაიზარდოს ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის მოცულობა და შესაძლებლობები, გადადგეს შესაბამისი ღონისძიებები ინვესტორების ნდობის აღსადგენად. პრემიერ-მინისტრის აზრით, კრიზისთან ბრძოლის საკითხში აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლის გაძლიერებაც. კონსუმენტ რადიო 24-ის ახალ ამბებს ჩვენი პირდაპირ ეთერი 22 საათიდან დაბრუნდება. დროებით. This is Radio 24 Tbilisi.